მოგესალმებით ყველას, როგორც იქნა დათქვა, ველო ამინდი გამოვიდა და სწორედ დღეს გაიმართება ველო მარათონი, სადაც სამოთ კარგი პრიზები ელის გამარჯვებულებს. სწორედ ამ მარათონის გადასაღებად მივდივართ ახლა ჩვენ ახალ ბულვარში და წარმატებებს ვუსურვებ რა თქმა უნდა მონაწილეებს, მე თავად არ მონაწილეობ, უბრალოდ ვაშუქებ. ახლა კი წავიდეთ და ვნახოთ რა იქნება, როგორ იქნება და როგორ ჩატარდება ზოგადად აი ეს მარათონი. ხალხი ინტერესდება უკვე, ეს უკვე კარგია, ჩვენი ინტერესის სფერო უკვე კონკრეტული და იმ სფეროს მიხედავთ. ხანში დაიწყება რბოლა, პირველები მიდიან MTB-ზე, შემდეგ ეგრეთ წოდებული შოსეინიკებზე, შემდეგ უკვე ველომოყვარულები ნებისმიერი სახის, ასე ვთქვათ, ველოტრანსპორტით წარმატებები უსურვებთ აი ამ ადამიანებს და ვნახოთ რა იქნება, როგორ იქნება და ვინ გაიმარჯვებს, ამას ყველაფერს ფინიშზე გავიგებთ ერთად. მოვიდნენ ვინ როგორ და რა დროს ამას არ ყვევენ ახლა და რა თქმა უნდა გამოვლინდება გამარჯვებული ხალი მამაკაცი სპორტსმენი და ველომოყვარული მოკლედ ძალიან მაგარი ამბები იქნება საინტერესო პრიზები დავედით დაველოდოთ შედეგებს
ველოდებით მონაწილეებს არც ისე დღეს არა მოიწვევს და ველომარათონი დასრულდა, გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ საკმაოდ კარგი პრიზებით, ბოლოს გამარჯვებულებს წარმატებებს უსურვებ რა თქმა უნდა შემდეგ ტურნირებში. რა მინდა თქვა, ძალიან მნიშვნელოვანია ქალაქისთვის ესეთი მარათონები, მსვლელობები, კონკურსები, შეჯიბრებები. ეს ხელს შეუწყობს რა თქმა უნდა ბათუმში ველოტურიზმის და ველო ინფრასტრუქტურის განვითარებას და ზოგადად ველოკულტურის ჩამოყალიბებას. კარგია რომ ორგანიზატორებმა კურსი იღეს ეს ფაქტი და გააკეთეს ესეთი შეჯიბრი, მაგრამ ეს არ უნდა იყოს რაღაც წელიწადში ერთჯერადი აქცია. ჩვენს ყველანაირად ხარში დაუდგებით, თავარია რომ იყოს ამ მიმართულებით მუშაობა გაძლიერებული. ეს ცოტა ის პათეტიკა, დღეს კი ძალიან მაგარი იყო, ხო დაინახეთ რა პაწუტელა ბავშვმა მიიღო მონაწილეობა და მოიგო ეს ყველაფერი. ასე რომ ჩამოდით ჩიბებიდან და იარეთ ველოდი. ეს ბათუმს ველო ოქთება. ჩვენი შეხვდებით ერთმანეთს. რა ვიცი, მომდევნო ველოსლობის დროს თუ უბრალოდ გასეირნების დროს, მაგრამ ძალიან მალე. ნახოთ, საფული ჯერ მოდის. ხო, რა იქნება.